თამუნა გიორგაძე არის ერთ-ერთი ის აქტივისტი, რომლის სასამართლოს ხდომა გადაიდო უკვე მეორეჯერ მოსამართლის მოთხოვნით, რომ მოიტანოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გზის სავალ ნაწილზე ყოფნას. თამუნა გიორგაძეს ხელბორკილები ძალადობრივად, როგორც თავად ის დღეს ჩვენთან საუბარში ამბობს, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაადეს, მასთან ერთად კიდევ 10-მდე აქტივისტი დააკავეს და თამუნა გიორგაძესაც როგორც ყველა დაკავებულს ედავებოდნენ გზის გადაკეტვას, თუმცა როცა ის გადმოიყვანეს უკვე სასამართლოში, აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრები ჰქონდა მოტანილი, სადღაც გიორგაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩანდა. ის ჩანდა მხოლოდ ტროტუარზე და მისი დაკავების კადრიც მტკიცებულებებით, რომელიც უკვე დაცვის მხარემ წარმოადგინა, ადასტურებდა მხოლოდ იმას, რომ გიორგაძეს არ გადაუკვეთავს გზის სავალი ნაწილი. სწორედ ამიტომ მოსამართლე ნინო ენუქიძე მისცა შენიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უთხრა, რომ მათთან პოლემიკას შესვლას არ აპირებს, თუმცა ისინი ვალდებული არიან, რომ მოიტანონ მტკიცებულებები, სწორედ ამ მოტივით პროცესი კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო. მოსამართლე უკმაყოფილოა, გამოკვეთილად ჩანს მისი უკმაყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოყენებული მუხლების მიმართაც, საქმის არასათანადოდ წარმოდგენის მასალის არასათანადოდ წარმოდგენის მიმართაც და თulis რომ სასამართლო უხერხო მდგომარეობაში ამ შემთხვევაში აღმოჩენილი ფაქტია, რომ არ არის მტკიცებულებები, არ არსებობს მტკიცებულებები, არადა ვერც წყდება საქმე. აქამდე არ ყოფილა ამ ახალ კანონთან მიმართებაში ესეთი პრეცედენტი, რაც ახლა დადგა. არ ვიცი რა იქნება 17 ნოემბერს რა მასალა ვერ წარმოუდგენენ, რაც ბუნებაში არ არსებობს, როგორ უნდა წარმოუდგინონ. აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზად შილაჩავა არის ქალი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამტყოვად გამოაცხადეს, თუმცა მოსამართლემ თორნიკე ქოჩქიანმა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი არც დაუჯარიმებიათ და არც საპატიმროში გაუშვიათ, მისი ადვოკატი ინტერესების დამცველი აპირებს, რომ საქმე გაასაჩივროს და აი რატომ აზად შილაჩავას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და მისი ინფორმაციით და მისი ადვოკატის ინფორმაციით პროცესს დაესწრო იურისტი, რომელიც ეგრეთ წოდებული სახაზინო წესით დაუნიშნეს აზა შილაჩავას არადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე საერთოდ არ ითვალისწინებს არანაირი კოდექსი იმას, რომ იძულებითი დაცვა უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს. სწორედ ამიტომ ახლა ადვოკატმა შემოიტანა განცხადება სასამართლოში, საიმედოდ რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ ადმინისტრაციულ პროცესს ეხება, გამოითხოვოს, მათ შორის თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილება და ამ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ უკვე საქმე გაასაჩივროს. გამომდინარე იქით, რომ ქალბატონი აზა პირბადით გადაადგილდებოდა და გადაადგილდება დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო მის მიმართ შედგენილი ოქმი, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად გაუფრთხილებლად მოხდა პროცესის ჩატარება, ისე რომ არ მომხდარა არც აზას დასწრება ამ პროცესზე, არც მისი ადვოკატების ინფორმირება. ამიტომ ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა ეს დოკუმენტაცია, ასევე გვაინტერესებს ვინმე იცავდა თუ არა მის ინტერესს ამ პროცესში და რა საფუძველზე, როგორც კი მივიღებთ შესაბამის დოკუმენტაციას და ასევე დადგენილებას, მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას, გასაჩივრებას და ყველა პროცედურების გავლას. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებული აქტივისტის ნიკა კვიტატიანის საქმე უკვე შემოიტანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქალაქო სასამართლოში. მისი სასამართლო პროცესი დაეწერა მანუჩარ ცაცუას, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წუთებში უკვე კვიტატიანს სასამართლოში გადმოიყვანენ.